მე ერთხელ უკვე მოგიყევით საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეზე, იოჰანან ელიგულაზე, რომელიც 2024 წლის 15 აპრილს ნიუ-იორკში დააპატიმრა გამოძიების ფედერალურმა ბიურომ. მას ბრალად ედება ფულის გათეთრება და იარაღის უკანონო გაყიდვის მცდელობა. ელიგულა მიცოდა, რომ მისი კლიენტი იყო ლათინურამერიკული ნარკოკარტელი, მაგრამ მასთან დიდი მზადყოფნით მუშაობდა. ამ კაცს ვინაობა და ამბავი ჩვენთვის საყურადღებოა, რამდენადაც ელიგულა იყო თბილისში საწარმო დელტას ბაზაზე დაარსებული ერთობლივი კომპანიის დირექტორი, რომელიც დასავლური ტიპის ცეცხლსროლ იარაღს აწარმოებდა. FBI საბუთების მიხედვით და ესეც გითხარით წინა გადაცემაში, იგი თავის კლიენტებს, ანუ ნარკოკარტელს სთავაზობდა ჩასვლას და ყველაფრის ნახვას ადგილზე. ქვეყანაში, სადაც მისივე სიტყვებით აკონტროლებდა სამხედრო მრეწველობის 35%-ს. გასაგებია, რომ გრემისა და სათაფლიას დასათვალიერებლად არ პატიჟებდა ახალ პაბლო ესკობარებს. პატიჟებდა საქართველოს ყველაზე საიდუმლო სამხედრო ქარხნის დასათვალიერებლად და საწარმო ციკლის თუ საწყობების გასაცნობად, რომელსაც თქვენ თვალს შორიდანაც ვერ მოკრავთ. ამ ქარხნის თავზე ან სიახლოვეს არ დაფრინავს არც ერთი დრონი, ვერ დაფრინავს, ახშობენ და ძირს ყრიან. ყოველ ნაბიჯზე კამერებია, მოძრაობის სენსორები, ყოველ საამქროს აქვს თავისი საშვი. შემსვლელის მოწმდება და გამომსვლელიც. ფოტოს ტელეფონითაც ვერ გამოიტანთ. მოკლედ, უმკაცრესი რეჟიმია. და აქ ჩამოდიან, უნდა ჩამოსულიყვნენ ლათინოამერიკელი ნარკობარონები. უნდა მოევლოთ ტერიტორია, დაეთვალიერებინათ, იქნებ ჩანაწერების დაეტოვებინათ საპატიო ვიზიტორთა წიგნში. მასპინძელი ვინ იყო გავიქეთ და ატვეჩაი ვინ იყო, რომ შესაბამისი ენით ვილაპარაკოთ. ატვეჩაი, რომ ნარკობარონები და მათი ვალეტები ნამდვილად შევიდოდნენ საქართველოს ზესაიდუმლო სამხედრო ქარხანაში. შევიდოდნენ და გამოვიდოდნენ კონტრაქტით. სულ ცოტა ავტომატური შაშხანების პარტიის ყიდვის გადაწყვეტილებით. ამის ატვეჩაი ვერ იქნებოდა ელიგულა. შანსი არ არსებობს. იგი იყო მხოლოდ საშუალო დონის კრიმინალი, ერთ-ერთი საწარმოს დირექტორი. თავად დელტა კი არის თავდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების ერთობლივ გამგებლობაში და იქაური პროდუქციაც, რომელ საამქროშიც რა უნდა გააკეთო, სწორედ სახელმწიფო საკუთრებაა. ამიტომ ახლა უნდა ვიკითხოთ, როგორ შეძლებდა ერთ-ერთი დაქვემდებარებული საწარმოს დირექტორი თუნდაც 5 ავტომატური შაშხანის დამზადებასა და ჯერ ქარხნიდან შემდეგ საქართველოსდან გატანას. ბოლოს კი ლათინურ ამერიკამდე ტრანსპორტირებას პოლიტიკურ დონეზე ხელშეწყობის გარეშე. ვერ შეძლებდა. 1000-დან ერთი შანსიც არ არსებობს, რომ არ ქონოდა საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის იმედი, მათი ზურგი და დახმარება, რომ არ ქონოდა საწარმოო, საგადასახადო და საბაჟო დოკუმენტაციის გაყალბების გარანტია. ეს კი მთავრობის უმაღლესი პირების ჩართულობის გარეშე სრულიად შეუძლებელია. ნუ გაგიხარდებათ ახლა, რომ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა დაჭერილი და იმას დააფქვევინება ყველაფერს. ეგ მოადგილის დონეზე არ წყდება. მეტიც, მინისტრ ბურჭულაძის დიდი მონდომებითაც ვერ გაეჩერხებოდა ასეთ საქმე. საჭირო ექნებოდა სულ ცოტა 5 მინისტრის ჩართულობა და შავი ფულის გაყოფა ყველასთვის. თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებისთვის, როგორც დელტას მეპატრონეებისთვის, ფინანსთა მინისტრისთვის, როგორც საგადასახადოსა და საბაჟოს თავკაცისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, როგორც სასაზღვრო კონტროლის ხელმძღვანელისთვის და სუსის უფროსისთვის, როგორც აი ამ ყველას მაკონტროლებლისთვის. და რა შემთხვევაში შეიძლება ყველა ამ პირმა შეკრას პირი და ერთი საქმე აკეთოს? ძალიან სარისკო. უფრო გასაგებად ვიკითხავ, ვინ შეიძლება ყველა ეს პირი დარაზმოს ერთი უაღრესად სარისკო დანაშაულის ჩასადენად და დიდი, ძალიან დიდი სისხლიანი ფულის გასაყოფად. პასუხი ერთია, საერთო ბატონმა. სუსის გახსენებაზე, ელიგულა დააკავეს აპრილში. ზუსტად ერთ თვეში ამერიკის სამხედრო დაზვერვამ გამოაქვეყნა მოხსენება საქართველოს. მოკლე, მაგრამ ძალიან ცალსახა განცხადებით. ქართული ოცნების ხელისუფლება უქმნის შესაძლებლობას რუსეთს გაზარდოს გავლენა ქვეყანაში, საქართველოში. კიდევ ერთხელ, ეს ქვეყნება მაისში. კიდევ ერთ თვეში კი ივნისში გრიგოლ ლილუაშვილი ამერიკაში მიფრინავს. მაშინ ბევრს ეგონა, რომ ივანაშვილის შიკრიკი იყო მოახლოებული ამერიკული სანქციების არ დასაშვებად. შეიძლება იყო კიდეც, მაგრამ შეიძლება გამოძახებული უპირველესად ელიგულა საქმეში საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირთა მონაწილეობის გამო იყო. ინფორმაციის ჩასატანად ან ჩამოსატანად. იმიტომ რომ თუ ასეთი რამე ხდება შეს ქვეყანაში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა ხელმძღვანელობით და შენ ეს არ იცი, ვაი. თუ ხდება და იცი, ანუ ამ ბანდის მეთაური ხარ, მაშინ ვუი. ასეთ სანქციებია ისეც. ასეც გაგიხმობენ ბაობაბს ისეც. მაგრამ აქ პლუს დიდი შანსი გაქვს ჩამოგაფხატონ ტომარა და გუანტანამოში მოგიწყონ უფასო რეისი. ხო მართლა იცით, იქ რა ლამაზი ბუნებაა, რბილი ზღვა და გიგანტური პალმები. აუცილებლად მოგეწონებათ.